რაც შეეხება ახალ კანონ პროექტს, რომელზეც მუშაობა უკვე დაიწყო ქართულმა ოცნებამ მედიის კონტროლის შესახებ, ჯერ ზუსტად არც მისი დასახელება ვიცით, თუ რა ერქმევა ამ კანონ პროექტს სათაურში და რა დანიშნულების იქნება ის, თუმცა ერთი რამ ცხადი გახდა დღევანდელი განცხადებებიდანაც, რომ ეს კანონი უშუალოდ შეეხება მედიის დაფინანსებისა და ფაქტობრივად შინაარსის კონტროლს. დღეს დამატებითი განმარტებები გააკეთა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარემ, თუმცა ეს განმარტებებიც ვერ პასუხობდა ფაქტობრივად მედიისთვის საინტერესო კითხვებს, თუ რა კატეგორიის კონტროლი და რა მასშტაბის კონტროლი დაწესდება მედია ორგანიზაციებზე და კონკრეტულად რას გულისხმობენ ბრიტანულ მოდელში, რომელი კანონი უნდა წაიკითხოს მაგალითად უფლებადამცველებმა, რომ შედარდეს შემდგომში უკვე ქართულ ვერსიასთან, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერსიაც არ არის შემუშავებული და არ წარმოუდგენია საზოგადოებისათვის ქართულ ოცნებას, ვიცით მხოლოდ იდეა და მიზანი. რაც შეეხება სხვა საკითხებს ამ კანონთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ თუ დამატებითი კითხვები გვექნება მედიის წარმომადგენლებს, თუ რა იგულისხმება ქართული ოცნების მიერ მედიის კონტროლთან დაკავშირებულ ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, მივმართოთ ბრიტანეთს. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ შალვა პაპუაშვილის განცხადება ამ ახალ იდეასთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, მედიის გარდა ტელევიზიებისა, სხვა მედიის დაფინანსება გამომჭვირვალეა, როგორც იცით. მათ შორის გამჭვირვალების კანონიდან გამომდინარე, თუ კი მათ ექნებოდა თუ სხვა დაფინანსება, უნდა დარეგისტრირებულნი იყო. ახლა არ დარეგისტრირებული ეთქობა არა. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა შინაარსში შესვლის გარეშე შეუძლებელია. იმიტომ დეზინფორმაცია თავად შინაარსია, ხომ? ანუ ეს ხომ არ არის ფორმა, ეს არის შინაარსი. და რა თქმა უნდა ფორმას არც არავინ არასდროს არც ერევა და არც ებრძვის, ასე ვთქვათ, ამ მხრივ. შინაარსია საუბარი, ხა ეს ამაში არაფერი რაღაც ასე ვთქვათ, რაღაც ახალ ბორბალს არავინ არ იგონებს, ხომ? ეს დღეს მოქმედი კანონმდებლობითაც ნაწილობრივ არის შესაძლებელი, თქვა არის ცილის სწავლება ან სხვა წესები, ესეც ხო შინაარსში შესვლა არის, რა თქმა უნდა. საუბარია იმაზე, რომ fake news-ები, რომელიც არის დღეს გამოწვევა ყველა დემოკრატიისთვის, ეს fake news-ების საკითხი იყოს პროცედურულად ისე მოწესრიგებული, რომ მოქალაქეები არ იყვნენ, ასე ვთქვათ, მათი ტვინის არევის დეზინფორმაციის მეშვეობით, ტვინის არევის მსხვერ პლინი. fake news-ები, რომელმაც წალეკა სოფლიო, ასევე ქართული რა გითხრათ, საინფორმაციო სივრცე მნიშვნელოვანია, რომ იყოს აღკვეთილი შეძლების და გვარად პროცედურული ინსტრუმენტები. პროცესები ხომ საჯარო არის, იქნება ეს ასე ვთქვათ, სტანდარტებთან დაკავშირებით თუ სასამართლო კონტროლთან დაკავშირებით თუ ასე შემდეგ, ხო, ყველაფერი ცხადია. რაც თავარია, თუ კი ვინმე რაიმე კიდე უკმაყოფილება, საბოლოო ჯამში სტრასბურგის სასამართლოც ხო არსებობს, არა? და იქაც ხომ არაერთხელ დადასტურდა, რომ ქართული სახელმწიფო მოქმედებს კანონის, კონსტიტუციის და საერთაშორისო კონვენციების საუკეთესო განმარტებების ჩარჩოში. ესეც ფაქტია, რომ ევროკავშირი თავად ამაზეც მუშაობს. და კიდევ ერთხელ ბრიტანული სტანდარტი. ერთი ერთში. კითხვები არსებობს, მიმართეთ ბრიტანეთს. იმის მიუხედავად, რომ ბევრი არაფერი ვიცით ამ ახალ კანონ პროექტთან დაკავშირებით, რომელზეც მუშაობა დაიწყო ქართულმა ოცნებამ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა, რომ ეს ნამდვილად გამოწვევა იქნება ქართული ოცნებისთვის, რადგან მისი განცხადებით კანონმა წესით ხელი არ უნდა შეუშალოს მედიის დამოუკიდებლად მუშაობას. რაც შეეხება სხვა საკითხებს, პარლამენტში გრძელდება განხილვები ახალ ეგრეთ წოდებულ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, რომელსაც ქართული ოცნება უწოდებს ამერიკული ფარას ზუსტ ანალოგს, როგორც საზოგადოებისათვის გულშინ გახდა ცნობილი, ქართული ოცნება აპირებს, რომ გააუქმოს უკვე მიღებული ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონი, რადგან მათი განცხადებით ეს კანონი არის შედარებით მსუბუქი და ვერ უპასუხებს საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინაშე არსებულ გამოწვევებს და ქართული ოცნება აპირებს, რომ მიიღოს უფრო მძიმე ვარიანტი ამ კანონის, როგორც მაგალითად მათივე განცხადებით ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს, სადაც უკვე სისხლის სამართლებრივი დევნაც არის გათვალისწინებული მათ შორის სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ, თუმცა ამ ახალ კანონ პროექტთან დაკავშირებითაც არ არსებობს დეტალური განმარტებები, თუმცა ქართული ოცნების წარმომადგენლები მოგვიწოდებენ, რომ კარგად გავეცნოთ ამერიკულ ფარას შინაარსს. რაც შეეხება ასევე სხვა საკითხებს, პარლამენტი დღეს დაჩქარებულად მეორე და მესამე მოსმენით უკვე საბოლოო მოსმენით საბოლოოდ ამტკიცებს კანონ პროექტების სერიას მანიფესტაციებისა და გამოხატვის შესახებ კანონმდებლობის მკვეთრად გამკაცრებასთან დაკავშირებით. ასეთია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესები.